პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. მარკ ტვენი ამბობდა, რომ ძალიან მარტივი არის სიგარეტის მოწევაზე თავის დანებებმა მე 5 ჯერ მოვახერხე. აქედანაც ჩანს, რამდენად რთულია. რა ხდება ფილტვებში, როცა აი ამ ერთ ეგრეთ წოდებულ ნაფასს დავარტყამ. მე პაციენტებთანაც ვუფრთხილდები ამ ტერმინს მოწევა კლავს, იმიტომ რომ იმდენად ტრივიალური გახდა. დღეს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ვამპირები, ხო? ეს არის უკვე ვეიპები ეგრეთ წოდებული. ესენი კიდევ უფრო ბეტად მავნებელი არის გარკვეულწილად ვიდრე სიგარეტი. არ ეწეოდა სიგარეტს, ცხოვრებაში არ მოუწევია და დაიწყო ამ რაღაც ორთქლების გამოყენება. და მოხდა რა? მათი პირველი კითხვა იყო ეს. სადმე ხომ არ მithქვამს, ან დამიწერია, ან გამიჟღერებია, რომ ეს არის უსაფრთხო. იგივენაირად აზიანებს თუ არა მარიხუანას კვამლი, ბოლი, ფილტვის სტრუქტურას. მარიხუანას აქვს დამახასიათებელი განლაგება მემფიზემის და ჰაერის ხაფანგების ფილტვის სურათზე, როდესაც ვუყურებთ. იცი რა, სულ 3 ღერს ვეწევი, ან 5 ღერს ვეწევი და რა მოხდა მე ხა? მაგალითად თუ ადამიანი ეწევა ერთ კოლობს 10 წლის განმავლობაში, მისი მწვეველობის ასაკი 10-ია, მაგრამ თუ ორ კოლობს 10 წელი, მაშინ 20-ია. ესო მწველის ფილტვიო, სიგარეტს ეწევიო? აი ესეთი ფერი იყო, გაჭვარტული, გამურული. ალერგენებიც ამ დროს ყველაზე დიდი მე კონცენტრაცია შვიცარიაზე ბურო გავდივარ, სასეირნოდ გონია სულთაღერზე ვარ. მაგ დროს ფიზიკური აქტივობა არ არის მთლად მისასალმებელი. თან ყაზბეგის ქუჩაზე ვშენო ყაზბეგზე ხო, განსაკუთრებით. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით კოდკასტი მორიგი ეპიზოდით, როგორც ყოველთვის იწერება კოდკასტი პოდკასტ პოინტში, შესანიშნავ გარემოში. დაბინძურებული ჰაერი, ეკოლოგიური პრობლემები, თამბაქოზე დამოკიდებულება, მოდურია, მაგრამ სახიფათოა, კარგია, სიამოვნებს, მიყვარს, დავანებეთავი დავიწყე, მოკლედ, ველი ამბებია და ეს ყველაფერი ჩვენ გვვნებს ცალსახად. დღეს ვისაუბრებთ მოწევაზე, თამბაქოზე, გარემო პირობებზე, ამ ყველაფრის მავნებლობაზე და იმაზე თუ როგორი კარგია სიგარეტის გარეშე ცხოვრება, თამბაქოს გარეშე ცხოვრება. დღეს სტუმრად ყავს ჩემი კოლეგა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ფტიზიატრ პულმონოლოგი თამარ არღანაშვილი. თამარ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. მადლობა თქვენ. მოდი შევეცადოთ, გავარკვიოთ თუ რა ხდება, როცა ჩვენ ჰაერს ვისუნთქავთ ფილტვებში და ეს ჰაერი არის დაბინძურებული 1000 რამით, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ვით უმეტეს ის ადამიანები, ვინც ურბანულ სისტემებში ვიმყოფებით და არა ამაზონიის ჯუნგლებში, ხო, ვიკვებებით ჰაერით გარკვეული ნივთიერებებით. ყვებაა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვითვისებთ, ვიწობთ და ასე შემდეგ, ხო? მოდი სტატისტიკით დავიწყოთ. როგორია ფილტვის დაავადებების თანამედროვე სტატისტიკა საქართველოში მსოფლიო ტენდენციებთან შედარებით? რამით გამორჩეულები ხომ არ ვართ? შეიძლება ითქვას, რომ მივყვებით თანამედროვე ტენდენციებს საქართველოშიც. უბრალოდ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ჩვენს სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობას, შრომის უსაფრთხოებას, მწვეველობის ხარისხს, გარემოს დაბინძურებას, ანუ ამ კუთხით საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნების სტატისტიკას მივყვებით რესპირაციული დაავადებების გავრცელების კუთხით. მაგრამ ერთია ბუნებრივი ის სტატისტიკა, რაც რეალური გვაქვს და მეორე არის ის, რაც ვთქვათ რეალურად არსებობს ადამიანებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადება არ არის დიაგნოსტირებული, პროცენტულად, აი მაგალითად 2019 წელს ფქოდით დაავადებული იყო და ან ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებული იყო 133,000 ადამიანი საქართველოში. ეხლა თუ ჩავთვლით რომ 18-ში 2019-ში ეხლა თუ ჩავთვლით რომ დიდ ბრიტანეთშიც კი 25% პაციენტების არ არის დიაგნოსტირებული, ჩვენთან ეს ციფრი იქნება გაცილებით უფრო მაღალი. ანუ საშუალოდ სადღაც 200,000 ალბათ გადააჭარბებს დღეს მით უმეტეს კოვიდის შემდგომ პერიოდში ფქოდით დაავადებული პაციენტების რაოდენობა. დაემატებოდა აუცილებლად კი. კარგი. სავალალოა ეს ამბავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმირებულობა ნიშნავს გარკვეულ ცვლილებებისკენ ნაბიჯების გადადგმას ინდივიდის დონეზე თუნდაც და სისტემას დავიღავანებოთ, ხო? ის თავისთავად უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით, ხო, ეკოლოგია იქნება სხვადასხვა. თამბაქოს მოწევა, ხო? თეორიულად ყველამ ვიცით, კარგად ვიცით თან ჩადებულია ეს ჩვენში ბავშვობაში, რომ მოწევა კლავს, ხო? ეს ხან კოლოფებზე ეწერა, ხან პლაკატები იყო გამოქვეყნებული, ხან ამაზე გაუთავებლად მიდის საუბარი, მაგრამ მოდით ამარ თქვენის დახმარებით ავხსნათ თუ რაოდენ რთული პროცესები მიდის, როცა ჩვენ შევისუნთქავთ ამ თამბაქოს ბოლს და რა ხდება ფილტვებში, როცა აი ამ ერთ ეგრეთ წოდებულ ნაფასს დავარტყამთ რა. მოდი ესე
ჩვენი მაყურებისთვის კი არ გაგიჭირდება, მაგრამ მაინც სამედიცინო ტერმინოლოგიის გარეშე ვილაპარაკოთ. იცით რა, მე პაციენტებთანაც ვუფრთხილდები ამ ტერმინს მოწევა კლავს, იმიტომ რომ იმდენად ტრივიალური გახდა, იმდენად ეს ყველგან წერია, რომ უკვე ამისი არავის აღარ ეშინია, რომ ეუბნები თითქოს არც აქცევენ ამას ყურადღებას. გასაგებია ამბავი. ნუ კლავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ არ მოკვდა მისი ახლობლებიც ცოცხლები არიან. და ამიტომ მე ყოველთვის პაციენტებთან ვიწყებ იმის ახსნით, გარდა იმისა, რომ შეიძლება ეს ფატალური შედეგით დასრულდეს, რა შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოწევამ. რეალურად ერთი ღერი სიგარეტის მოწევაც კი ეს არის გაღიზიანება სასუნთქი გზების პირველ რიგში და ეს არის ანთებითი პროცესის ჩართვა. აქ რა თქმა უნდა არ არის საუბარი პნევმონიაზე. უბრალოდ ეშვება მექანიზმი ანთებითი პროცესების. ჩვენ ვიცით, რომ სასუნთქგზებში არის პატარა ბუსუსები, მოციმციმე ეპითელიუმი, რომელიც ხელს უწყობს ფილტვის დამცველობით უნარს, ანუ გათავისუფლებას ფილტვის აი ამ ბევრი ქიმიური ნივთიერებებისგან, ბაქტერიებისგან და ასე შემდეგ. თამბაქო და მისი შემადგენელი ქიმიური ნივთიერებები აზიანებენ აი ამ ცილიას, ასე ვთქვათ, მოძრაობას, შესაბამისად ეს ყველა ცუდი ნივთიერება, ასე ვთქვათ, რჩება ფილტვებში და იწვევს უკვე ფილტვის ქსოვილის დაზიანებას. ამავდროულად ხდება ლორწოს ჰიპერსეკრეცია, ეს გაცვეთი მექანიზმები ირთვება რა. რა თქმა უნდა, ეს იწვევს იმას, რომ რჩება ეს ლორწო ფილტვებში და ვითარდება ეგრეთ წოდებული წეველთა ხველა, რომელსაც ეს წეველები აღიქვამენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ამას მკურნალობა არ ჭირდება. აღიქვამენ კი არა, ბოდიში და აპრავებენ, რომ მე ვეწევი და იმიტომ ახველებს თო. მიზეს ჭეშმარიტ მიზეს მოწევა ხო არ წარმოაქვს, ჭეშმარიტი მიზეზი იქ მთელი პროცესებია, რომელიც გავაგრძელოთ ბოდიში. ანუ რეალურად ეს ხველა არის ფილტვის პირველი ნიშანი, რომ რაღაცნაირად უთხრას ადამიანს, რომ მას აქვს პრობლემა, მაგრამ ამისი ნიველირება ხდება პაციენტი მოდის 8 წელია ახველებს იმიტომ რომ ეწევა და არც ჩათვალა, რომ რეალურად ეს ხველა არის პრობლემა. ამას გარდა იქ რო ჩაირთო გამშვები მექანიზმი ანთებითი პროცესის, დაგროვდა ნახველი, დაიწყო ხველა, დაზიანდა სასუნთქი გზები, დაზიანდა ფილტვის ქსოვილი, დაზიანდა ალვეოლა, რომელიც ჰაერის ცვლაში მონაწილეობს, შეიქმნა ჰაერის ხაფანგები, ანუ შემცირდა ის ფილტვის სასიცოცხლო ზედაპირი, რომელიც ჰაერის ცვლაში მონაწილეობს. ამას მოყვება ქოშინი, ამას მოყვება სუნთქვის უკმარისობა, ამას მოყვება ფიზიკური აქტივობის შემცირება და რადგანაც ეს ყველაფერი დროში ძალიან გაწელილია, ასე ვთქვათ. ადამიანი თulis რომ იმიტომ კი არ შეუმცირდა ფიზიკური აქტივობა, რომ სიგარეტმა დააზიანა, მე თვითონ რომ ასაკი მოემატა რაღაცებს. ნამდვილად. და სხვათა შორის აი სუნთქვის უკმარისობის შეფასების კითხვაში ერთ-ერთი კითხვა არის. აი თქვენივე მეზობელთან, თქვენი ასაკის მეზობელთან შედარებით, რამდენად აქტიური ხართ ფიზიკურად და მერე დააფიქსირებენ, რომ იცით ის უფრო მეტ წრეს გადის კიბეზე ფეხით ადვილად ადის. უფრო ადვილად ადის. ანუ რეალურად გარდა იმისა, რომ მოწევა კლავს, ამას ემატება ის, რომ სუნთქვა უჭირთ, ქოშინებენ, ახველებენ და საერთოდ საბოლოო ჯამში ესეთი ადამიანი შეიძლება ფატალური შედეგით მის სიცოცხლე არ დამთავრდეს, მაგრამ მიეჯახოს საწოლს, დაუქვეითდეს ცხოვრების ხარისხი და გახდეს ჟანგბად დამოკიდებული. ესეც ესე. მადლობა, კარგი იყო. წავედით წინ. არის ესეთი ორი მიმართულება თამბაქოში, ნუ ვეიპებზე და რაღაცა ორთქლებზე რაღაცებზე კიდე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჭეშმარიტად სიგარეტი რომ ავიღოთ, მასში არის ნიკოტინი, რომელზედაც ჩვენი ნეირონები ხდებიან მიჯაჭულები და სულ მუდამ ითხოვენ, როგორც ნივთიერებას, რომელსაც აღიქვამს ნერვული სისტემა და არის დანარჩენი რაღაცა უამრავი ათასობით მინარევი, ნამწვი მათ შორის, რომელიც ტოქსიურია. რა უფრო არის საშიში? მაგალითად ფილტვის ქსოვილისათვის და სასუნთქი გზებისათვის ნიკოტინი თუ ის დანარჩენი ათასობით მინარევი, რომელიც წვას მოყვება. რეალურად ერთი ნიკოტინი ნამდვილად იწვევს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულებას, მაგრამ ამის გარდა იმატებს არტერიული წნევა, მოქმედებს კარდიოვასკულურ სისტემაზე, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამავდროულად დადასტურებულია, რომ გარკვეულ გავლენას ახდენს სიმსინური ზრდის ფაქტორებს. ამიტომ რეალურად მისი დამაზიანებელი ეფექტი მიჯაჭვულობის გარდა კიდევ ბევრი სხვა რაღაც არის. ბუნებრივია ნიკოტინის წვის შედეგად წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებები დაახლოებით 70-მდე დადასტურებული კანცეროგენია, რომელიც ამ წვის შედეგად წარმოიქმნება. პლუს ამას აქ არის რეაქტიული ალდეჰიდები, მათ შორის ფორმალდეჰიდიც, რომელიც ქსოვილოვან დონეზე იწვევს ფილტვის დაზიანებას, მძიმე მეტალები, კადმიუმი, ბერილიუმი და ასე შემდეგ, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ფილტვის ქსოვილზე და სასუნთქგზებზე. ამიტომ ტრადიციული სიგარეტი თავისი წვის პროცესის შედეგად, მათ შორის CO2, რომელიც წარმოიქმნება და ჟანგბადის ნაცვლად უკავშირდება ჰემოგლობინს და რეალურად ჟანგბადის რაოდენობას სისხლში ამცირებს. ბუნებრივი, ანუ ეს ყველაფერი ჯამურად მერე ფილტს
აზიანებს. თუმცა მიდგომა რომ აი მარტო ნიკოტინს მოვიხმარ და ფილტვი არ დაზიანდება, რეალურად ეს ასე არ არის. თუთურს ვახვევ და ამას კარგი, ეს მაინც უკვე ძველი კლასიკური ასე ვთქვათ ხედვებია, ხო, თამბაქოსთან მიმართებაში. დღეს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ვამპირები, ხო? ანუ მონსტრები მთელი ამ მიმართულებით, ეს არის უკვე ვეიპები ეგრეთ წოდებული, ანუ ორთქლები სხვადასხვა რაღაცა ზეთოვანი სითხეები. რამდენად რეალისტურია ის თემა, რომ ეს ყველაფერი რაც ახალია, მე არ ვაყედებ სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ გასაგებია, ნაკლებ ზიანის მომტანია ვიდრე სიგარეტი კლასიკური. თავიდან როცა ეს პროდუქტები ბაზარზე გამოჩნდა, რეალურად იყო ეს მიდგომა, რომ აი სიგარეტის მოწევის თავის დანებებაში დაგეხმარებათ, არ შეიცავს ნიკოტინს, არ შეიცავს ხუთავ აირებს და ბევრად უფრო უსართხო, იმიტომ რომ მაგალითად მარწყვის გემო აქვს, ბანანის გემო აქვს და არ არის თქვა. ხო, ეს სიგარეტი რეალურად ესენი კიდევ უფრო ბეტად მავნებელი არის გარკვეულწილად ვიდრე სიგარეტი. მათ შორის ვთქვათ ელექტრონული სიგარეტის შემადგენლობაში იმდენად წვრილი მიკრონაწილაკებია განსხვავებით სიგარეტისგან, რომელიც კიდევ უფრო ქვემოთ ჩადის სასუნთქებში და იწვევს ვთქვათ ქსოვილოვან დაზიანებას. ამავდროულად აი ცხიმში შეწონილი ნაწილაკები რო არის, ეს კიდე გარკვეულწილად არომატიზატორები და ასე შემდეგ აზიანებენ ფილტვს. მათ შორის აი ეხა რესპირაციული ვთქვათ ჯგუფის წარმომადგენლებისგან, ექიმებისგან ჩვენთან მუდმივად არის ამაზე საუბარი, რომ ეს კიდევ უფრო მეტად აზიანებს სასუნთქ სისტემას. საუბრობთ მართლა ამ თემაზე? ანუ არის ეს რაღაცა დღის წესრიგში თუ უკვე მიიძინა? სადღაც 1 წლის წინ სურვილი რომ გამოვთქვი, რომ ბრიტანეთის თორაკალური ასოციაციის წევრი უნდა გამختارიყავი, მათი პირველი კითხვა იყო ეს. სადმე ხომ არ მithქვამს, ან დამიწერია, ან გამიჟღერებია, რომ ეს არის უსაფრთხო. ამ შემთხვევაში მე 10 წლით ამეკრძალებოდა როგორც მათი წევრობა, ასევე ნებისმიერ კონფერენციაში მონაწილეობა. იგივე ხდება ამერიკაშიც და ევროპაშიც. ყველაზე დამაზიანებელი ჩვენს ქვეყანაში, რაც არის და ჩემი თხოვნა იქნება როგორც ექიმის, ეს არის ინფლუენსერების მოწოდება აი მარწყვის და ანუ არანიკოტინის შემცველი მოსაწების საშუალებების მიმართ, რომ აი რაღაც პოპულარიზაციას რომ ეწევიან. რეალურად ისინი განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯანმრთელობას ანგრევენ ამით და არიან მონაწილენი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების. წეღარ ვახსენე მე თუთუნი, რომელსაც ვახვევთ ქაღალდში. ეს ხომ იგივე ზიანის მომტანია? არანაირი სხვაობა არ არის. კარგი. მოდი ესე დავსვათ კითხვა. ვეიპის მწეველის დიაგნოზი. მე არ ვეწეოდი სიგარეტს მაგალითად და დავიწყე ვეიპის მოწევა. ან დავიწყე რომელიღაც ამ ტიპის მოსაწევის გამოყენება, მოსაწევს არ გულისხმობ მარიხუანას, ხო? რა დაზიანებებს შეხვდით, როცა კლინიკურ პრაქტიკაში ასეთი ადამიანები თქვენთან მოვიდნენ? არ ეწეოდა სიგარეტს, ცხოვრებაში არ მოუწევია და დაიწყო ამ რაღაც ორთქლების გამოყენება. და მოხდა რა? რეალურად ასეთი პაციენტები უფრო ხდებიან ინტენსიურ განყოფილებებში და რეანიმაციებში. ვეიპის მოწევასთან დაკავშირებით არსებობს სპეციფიური დაავადება, ეს არის ევალი ელექტროსიგარეტებთან და ვეიპთან ასოცირებული ფილტვის დაზიანება, რომელიც ესე აფეთქებასავით იყო 2019 წელს, როდესაც განსაკუთრებით ამერიკაში და დასავლეთ ევროპაში ბევრი პაციენტი და ეს არის საუბარი თინეიჯერებზე და 25 წლამდე ასაკის ადამიანებზე, სადაც აი გარკვეული პერიოდი ამას ეწევიან, თითქოს არაფერი არ ხდება და უცებ იწყება ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, ღებინება, ახალგაზრდა ასაკში და სატურაციის მნიშვნელოვანი დავარდნა, დესატურაცია და ეს პაციენტები მე პირდაპირ ხდებოდნენ ჟანგბადის შემცველობა სისხლში, რომელიც რადიკალურად დავარდა და ამ პაციენტების ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამ ტიპის ესეთი მკვეთრი რეაქცია და დარტყმა სასუნთქ სისტემაზე მხოლოდ ელექტრონული სიგარეტის და ვეიპისთვის არის დამახასიათებელი. ეხლა ჩვენთან უკვე შემდგომ ინტენსიური, ვთქვათ, დეპარტამენტებიდან მოსულ პაციენტებში გვხდება უკვე მცირე სასუნთქი გზების დაავადებები, ეგრეთ წოდებული ჰაერის ხაფანგები სასუნთქგზებში, რომელიც ამ ხანგრძლივი მწვერვალობის შედეგად წარმოიქმნება და რა თქმა უნდა ქრონიკული ბრონხიტები, როცა პაციენტს უჭირს სუნთქვა, აქვს ქოშინი, აქვს ხველა გამოხატული, ეს უკვე შედის იქ დაახლოებით იგივე ტიპის დაზიანებაში, რასაც სიგარეტი იწვევს, ეგრეთ წოდებული ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელიც ძირითადად ხდება მწვერვალებში ან პასიურ მწვერვალებში, რომელთაც ოჯახის წევრი ყავთ მწვერვალი და იგივენაირად დაუზიანდათ სასუნთქის სისტემა. მადლობა. მარიხუანას შევეხოთ, ბარემ მე ამ თემაზე მე აღარ ვისაუბროთ, რომ იგივენაირად აზიანებს თუ არა მარიხუანას კვამლი, ბოლი, ფილტვის სტრუქტურას. მე არ ვამბობ ეხლა ცენტრალურ სისტემაზე მოქმედებას, ეს ცალკე თემა არის სრულიად, მაგრამ
ბოლია, ხო, ესეც ნამწვია, რომელსაც ჩვენ გააზრებულად უშვებთ თელ ამ ტრაქტში, ხო? რა მეკვლება ხო არ არის, როგორ არ არის, რა თქმა უნდა არის, მაგრამ აი რაც შეიძლება მაყურებელთვის საინტერესო იყოს. რადიოლოგებისთვის ძალიან მარტივად მისახვედრი არის, როდესაც ადამიანი ეწევა მარიხუანას, იმიტომ რომ მარიხუანას აქვს დამახასიათებელი განლაგება მემფიზემის და ჰაერის ხაფანგების ფილტვის სურათზე, როდესაც ვუყურებთ. მათ შორის იგივე ტუბ დისპანსერში, როდესაც მე ჯერ კიდე რეზიდენტურაში ვიყავი, იქ ძალიან მარტივად ხვდებოდნენ, მოდიოდა მარიხუანის მომხმარებელი თუ ჩვეულებრივი პაციენტი, ეს იყო სისხლდენები, რაც გამოწვეული იყო, აი მეც გავთვითცნობიერდი ამ მარიხუანის მოწევის ტექნიკებში, იმიტომ რომ ბოთლიდან ვინც ეწევა და ტემპერატურა და ნაკადი და ეს იწვევს უკვე სასუნთქი გზების და კაპილარების დაზიანებას და სისხლდენას და სრულიად სხვა მექანიზმითაც თან. რა თქმა უნდა, რაც თქვა სიგარეტს არა აქვს. კარგი, ესეთი ბევრი მწეველისთვის, ბევრი ცნობს, მეც ვეწეოდი სიგარეტს, წელიწადი და 2 თვეა ხელში არ ამიღია არანაირი, ასე ვთქვათ, ამ ტიპის მოსაწევის საშუალება, არც ერთი არც მე, რაც მესამე, რაც მეოთხე და სასწაულად დადებითად შეიცვალა ჩემი ყველანაირი ფუნქციონალური თუ ახმითი თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რასაც მე განვიცდი. ადრე მქონდა 5 წლიანი პაუზა, მაშინაც სასწაულად სიამოვნებას ვღებულობდი, მაგრამ ეხლა თან აღმოჩნდა ის, რომ ალკოჰოლსაც არ მოვიხმარ, სიგარეტს არ მოვიხმარ და რაღაც ორგანიზმი თითქოს ხელახლა იბადება. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რთული გასავლელი გზა, მაგრამ საინტერესო, ამიტომ ვისაც ეშინია დანებების თავის სიგარეტს რა გაუძლებს და მე აფერი არ გაუძლებს, ძალიან მაგარი ბენეფიტები აქვს რა. უდიდესი სიამოვნება, მადლობა რომ მომეცი ამის თქმის საშუალება ახლა. რაც შეეხება ცოტას მოვწევ თემას, თამარ. აი მე ახლა იცი რა, სულ 3 ღერს ვეწევი, ან 5 ღერს ვეწევი და რა მოხდა მე ახლა ესე ისედაც დაბინძურებულია ჰაერი. აქვს თუ არა მნიშვნელობა, პრინციპულად, კონცეპტუალურად, ერთ ღერს მოვწევ 3, 5 თუ 3 კოლოფს. რეალურად რა თქმა უნდა ამას მნიშვნელობა ეხა ადამიანი რომელიც არის მძიმე მწეველი ესე ვთქვათ ჩვენ ესე ვითვლით ანუ მწეველობის ასაკს მაგალითად თუ ადამიანი ეწევა ერთ კოლოფს 10 წლის განმავლობაში მისი მწეველობის ასაკი 10-ია მაგრამ თუ ორ კოლოფს 10 წელი მაშინ 20-ია მისი მწეველობის ასაკი შესაბამისად იზრდება სიმსივნის განვითარების რისკიც თუმცა სიმსივნის გარდა ის რომ გამშვები მექანიზმი ანთებითი პროცესის ჩართულია ერთ ღერს მოწევს 3 ღერს თუ 10-ს ეს ანთებითი პროცესი მიმდინარეობს სასუნთქი გზები ზიანდება, უბრალოდ დაზიანების ხარისხს აქვს, აქ მნიშვნელობა. ინტენსივობას და ინტენსივობას კი და ანუ ხანგრძლივობას დღეში რამდენს ეწევა, როგორ ეწევა, ამასაც აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღრმად ჩადის, ასე ვთქვათ, ეს კვამლი ფილტვებში და რამდენი ხანი აჩერებს იქ. ეს მე რო ყველაფერი განსაზღვრავს დაზიანების სიხშირეს. თუმცა მე ჩემთან მოსულ პაციენტებს არსოდეს არ ვეუბნები, რომ რა ცუდი ადამიანი ხარ, ეხა შენ რო ეწევი, იმიტომ რომ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუნდაც ერთი ღერით შემცირება მოწეული ღერების რაოდენობის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა შორის ამერიკელების კვლევების შედეგად დადგენილი მეთოდი არის და მე ამას ხშირად ვთავაზობ და ეს ყველაზე კარგად მოქმედებს მწეველებში, როცა ესეთ ჯელტმენურ ასე ვთქვათ შეთანხმებას ვდებთ, რომ აი რამდენს ეწევით დღეში, თუ მე 20 კოლოფს და აი კი ექიმო ეხა რომ გავალ არ მოვწევ, ხო ვიცი რომ 99%-ში მოწევს. ვეუბნები რომ მოდით შევთანხმდეთ, აი ერთ თვეში თქვენ ჩემთან უნდა მოხვიდეთ. 18 ღერზე მეც არ მოწევთ. ეს ხო ძალიან მინიმუმი არის, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. შემთხვევათა 90%-ში მართლა ასრულებენ ამას და ასე ეტაპობრივად ვამცირებთ სიგარეტის გამოყენებას. ამ ხელა გამოცდილება გაქვთ ამარ ამ მიმართულებით და ამ ბრძოლასთან ხვალამოღებულები იბრძვით და მადლობა თქვენ ამისთვის, ეს უდიდესი საქმეა ნებისმიერი ინდივიდისთვის, არა თუ სოციუმისთვის, ხო? შვილებისთვის მამის ჯანმრთელობას მნიშვნელობა, ხო, დედისთვის შვილის. რამხელა სიკეთე მოგაქვთ, როცა ამ მიმართულებით ადამიანებს ეხმარებით. უნებრივია, როცა ადამიანი ითხოვს ამ დახმარებას და მოდის და სურვილი აქვს და ნუ ნელა თუ სწრაფად, მაგრამ რაღაც მიზნას აღწევთ, ხო? პროცენტულად მაინტერესებს დაახლოებით, თქვათ 100 მომართული ადამიანიდან, ვინც მოდის თამართან თქვენ გუნდთან ამ სისტემაში, ამ პრობლემით მას ეს აწუხებს. დაახლოებითი სტატისტიკა როგორია? დაახლოებით რამდენი ანებებს თავს მაგალითად სიტყვაზე სიგარეტი? სრულად დანებება ძალიან რთული პროცესია. ეს იგივე ნარკოდამოკიდებულება თამაშია, ხო? მე სულ ესე ვიწყებ, რომ მარკ ტვენი ამბობდა, რომ ძალიან მარტივი არის სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება, მე 5-ჯერ მოვახერხე. აქედანაც ჩანს, რამდენად რთულია. მაგრამ სტატისტიკურად მე რომ ვუკვირდები, ვინც აი ესე ეტაპობრივად ამცირებს მოწეული ღერების რაოდენობას, იქ ბევრად
მეტად უფრო კარგი და ხანგრძლივი შედეგი გვაქვს იმათთან შედარებით, ვინც უცებ ანებებს. იმიტომ რომ მე რაღაცა პატარა სტრესი, რაღაცა პრობლემა და უბრუნდებიან ხოლმე ამის მოწევას. თუმცა, როცა ჩვენ ვაკეთებთ ფილტვის ფუნქციურ კვლევას, ვაჩვენებთ რამდენად არის შემცირებული მისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი, როცა ის გაიაზრებს, რომ ეს რა კვლევებს მაგაზე მეც მინდა და მეკითხო, მაგრამ რადგან ახსენე, რა კვლევებს ატარებთ? აი მოვედი მე მაწუხებს ხველა, ქრონიკული ხველა, ღამე מחველებს თქვათ, ეს არ არის შეიძლება სისხლიანი გამონადენი, ამონახველი და ასე შემდეგ, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი ვარ და დავიტანჯია მუცლის პუნქტები მткиვა ამ მუდმივი ხველით. რა რუტინული კვლევაა ბარემ გავშალოთ. ნახეთ, ფილტვს ჩვენ ვაფასებთ სამნაირად. ერთი ეს არის რომ ვუსმენთ, მეორე არის რომ ვაფასებთ მის ფუნქციას და ეს არის უმნიშვნელოვანესი, როცა ხველიდან სუნთქვის უკმარისობით მოდის პაციენტი. ეს არის სპირომეტრიული კვლევა, როდესაც ადამიანს გარკვეულ ხელსაწყოში უნდა ჩაბეროს მაქსიმალურად ძლიერად ჰაერი და ჩვენ ამით შევაფასებთ სასუნთქი გზები ფილტვის შევიწროებული არის თუ არა, სასიცოცხლო ტევადობა ფილტვის, ანუ ჰაერის ის რაოდენობალიტრაჟით რამდენიც უნდა იყოს შემცირებული არის თუ არა. შესაბამისად გამოდის შემდგომ გარკვეული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს შეხება, ამის მიხედვით პაციენტის ასაკის, რისკის ფაქტორების, სამუშაო გარემოს გათვალისწინებით შემდგომ უკვე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ვიზუალურად როგორ შევაფასოთ რენტგენოლოგიური კვლევით თუ კომპიუტერული ტომოგრაფია. ანუ სული სპექტრი გაქვთ, რასაც თავაზობთ მომართვიანობას პაციენტებს. მადლობა, იმიტომ რომ შეიძლება ბევრს ადგეს ახლა და უიმე დედაგერ არიან, გამზადებულია გუნდი, მიდი და ამ კონკრეტულად თუნდაც ამ პრობლემაზე ვიმუშაოთ, ხო? პასიური მწვერვალობა. წეგან თქვენ შენ აღნიშნეთ ამან, რომ იგივე ზიანის მომტანია გარემო სამყაროსთვის და ადამიანებისთვის და თუნდაც ძაღლისთვის სამშველობა აქვს, ხო? ვინც ამ ბოლს თავისი სურვილის მიღმა შეისუნთქავს. ეს იქნება ავტომობილი, ის ადგილი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, თუ გარე სივრცე, შეიძლება სოციალური დისტანცია დაცული არა აქვს ადამიანს და იმ ბოლს მე ვყლაპავ. აი მანდ როგორ არის დაზიანების ხარისხი? სერიოზული რისკებია აქაც თუ არა უშავს? შეიძლება ითქვას, რომ თუ კი ეს არის ოჯახის წევრი მწეველი და ის არიცავს იმას, რომ სახლში ეწევა, მანქანაში ეწევა, მე ხა რომ ვაკვირდები, ბევრი ეწევა ძალიან მანქანაში, ამიტომ თითქოს ცოტა შემცირდა რა, თითქოს ცოტა შემცირდა. ჩვენთან მომართულ პაციენტებზე ამას შეიძლება ხა სპეციფიურად ჩვენთან ფილტვის დაზიანებით რო ხდება უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მწეველია, რაღაცას მაინც ეწევა, როცა მოდის, მაგრამ 1-2 მეტრის რადიუსში ზუსტად იგივენაირად ზიანდება ფილტვი, როგორც თვითონ მწეველის შემთხვევაში. ამას ემატება ის, რომ ეს არის ამოსული ჰაერი ფილტვებიდან კიდევ უფრო მეტად გამდიდრებული CO2-ით, პლუს თვითონ სიგარეტის წვისგან წარმოქმნილი კვამლი და ქიმიური ნივთიერები, რასაც თუ 2 მეტრის რადიუსში ვართ, ზუსტად იგივენაირად ვაზიანებთ, როგორც მწეველის შემთხვევაში. და მით უმეტეს თუ ეს ხდება დახურულ სივრცეში, ოთახში და განიავების და ვენტილაციის და ავტომობილში საერთოდ კატასტროფაა, მით უმეტეს როცა მცირეწლოვანი ბავშვები რამჩობა ადამიანს. იქ უკვე მესამეული მწვერვალობაც ერთვება, როცა თქვა შეიძლება ბავშვი, ბევრმა თქვას, რომ აი ბავშვი როცა მიზის ავტომობილში, მე მაშინ არ ვეწევი, მაგრამ ეს არის ზუსტად მესამეული გავლენა, როდესაც თამბაქო, ანუ ნიკოტინი, სხვა ქიმიური ნივთიერებები ილექება ზედაპირებზე, რომელიც ესე ჩვეულებრივი მექანიკური ეს მე რო უკვე ხდება ორგანიზმში. კარგი, რატომ არის რომ აი მოდი ხა განსაკუთრებით მათთვის ვთქვათ ეს, რომ აი ის არ ეწეოდა, მაგრამ ფილტვის კიბო დაემართა და მოკვდა და ის ეგერ 30 წელია ეწევა და 90 წელი იცხოვრა. რა კორელაცია, რა კავშირი არის ხანგრძლივობასთან და მოხმარებასთან თაბაქოს და ონკოლოგიური კიბოს, ფილტვის კიბოს განვითარებასთან მიმართებაში? როგორ გავანადგუროთ ეს აზრი, რომ არა, მწვერვალობისგან ისედაც გაჩნდება კიბო? ისედაც ჩდება დაახლოებით 20%-ში პაციენტების, რომელიც არც პასიური მწვერვალი, არც აქტიური და არანაირი შეხება არ აქვს, მაგრამ მხოლოდ თამბაქო, რა თქმა უნდა, არ არის რისკის ფაქტორი სიმსივნის განვითარების. გენეტიკურ წინასწარ განწყობას აქვს მნიშვნელობა და აქ არ იგულისხმება მხოლოდ რომ ბაბუას, მამას ან რაღაცა ნათესავს, რომელსაც იცნობდა, ქონდა ფილტვის სიმსივნე. სადღაც თუ გენომში ჩაწერილი. გენეტიკურად შეიძლება იყოს ეს დეტერმინირებული, პლუს ამას სამუშაო გარემო. 2 ადამიანი, რომელიც ერთ და იგივე რაოდენობის სიგარეტს ეწევა, მაგრამ ერთი მუშაობს იქ, სადაც მტვერია, ბენზინია, სამშენებლო, ანუ დამატებითი ფაქტორია. პლუს ამას მნიშვნელობა აქვს რამდენს ეწევა, რას ეწევა,
რამდენი წელია ეწევა და თვითონ მოწევის ფორმასაც, აი თქვი, რაც უფრო ღრმა ნაფაზია, რაც უფრო დიდხანს აჩერებს ამ კვამს, უფრო მეტად აზიანებს. ასევე იმუნური სისტემა ყველას ერთნაირი არ აქვს. ვიღაცაზე ეს ანადგურებს იმ ონკოლოგიურ უჯრედს და ვიღაცაზე ნაკლებს. კი გვაქვს ეს ჩვენი ცნობილი ანეკდოტი, რომ 15 წუთია სხვაობა წეველის და არამწეველის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის, მაგრამ ეგ არის ანეკდოტი და რეალურად ინდივიდი ხო, ჩვენ სიგარეტით ვაძლევთ გამშვებ მექანიზმს იმ პატარა პრობლემებს დამალულს, რაც ორგანიზმში გვაქვს, იმისათვის რომ დაემართოს სიმსივნე. როცა შეგვიძლია რომ ეს არ გავაკეთოთ. კარგი, ხველის გარდა ყველაზე ხშირად რა უფრო ის ნაკლებად ცნობილი სიმპტომებია, რაც მიუთითებს იმას, რომ ჩვენ მოწევისგან ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა შეგვიმცირდა. ანუ მცირდება, ხო, ზედაპირული ფართიც გაჭვარტლულია მარტივად რო ვთქვათ და თან სტრუქტურულადაც ფილტვის ქსოვილი ალვეოლები ეს მთელი ეპითელიუმი ყველაფერი ზიანდება. რა სიმპტომებით შეიძლება არა მაქვს ხველება, მაგრამ რაღაცა ვერავარ კარგად. რა არის კიდე ის დაღლა, ქოშინი, რაღაცა რას მივაქციო ყურადღება. ძირითადი სიმპტომები, რაც ფილტვის დაავადებებს ახასიათებს, ეს არის ხველა, რაზეც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის სუნთქვის უკმარისობა და ქოშინი. სამწუხაროდ ხველის გარდა, ადამიანი ახველებს, მაგრამ უკვე ვახსენე, რომ წლები შეიძლება ახველებდეს და არ მოვიდეს. სუნთქვის უკმარისობა არის სიმპტომი, რომელსაც პაციენტები ვერ აცნობიერებენ. იმიტომ რომ ნენელა ეჩვევიან ამ მდგომარეობაში შედიან. შემოდის, აი ჩვენ სატურაცია ვახსენეთ, ჟანგბადის შემცველობა, რომელიც 95-დან ზემოთ ნორმაა. შეიძლება მოვიდეს პაციენტი და ჰქონდეს 89 და ამას ის სიმპტომურად ვერ ხვდებოდეს. იმდენად ნელ-ნელა მიჩვეული იყოს. გეტყვის, რომ აი თქვენი ფიზიკური აქტივობა როგორია, შეიძლება ქვემოთ, კორპუსის ქვემოთ არსებულ მარკეტში ვერ ჩადიოდეს, მაგრამ არ უკავშირებდეს ამას ფილტვის პათოლოგიას. აი, იმიტომ რომ მის ცნობიერებაში სულ ესე იყო თითქოს და თითქოს ის დრო არ ახსოვს, როცა კარგად იყო. თან ეს მაინც ასაკობრივია, ასაკს დაუკავშირა, აი მე ხა ისედაც ასაკი მაქვს და როგორ ვივლი. ამას აკეთებს ქვეცნობიერად. ამიტომ ჩვენი პრობლემა სულ ვამბობ, რომ აი ტკივილი ფილტვს არ ახასიათებს. ამას მუდაელოდებით. გულისარეში ტკივილით კარდიოლოგთან მაშინვე გარბიან. სამწუხაროდ ეს ფილტვის კიბოსაც სიმპტომატიკა ტკივილი ყველაზე გვიან არის კი, უკვე როცა მეტასტაზირებული არის და სხვა რეგიონი პასუხს იძლევა სამწუხაროდ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება საჭირო ამ მიმართულებით. კიდევ ერთი დაუშვათ დავანები, მე მაგალითად 59 წლის ასაკში დავანები მოწევას თავი. აღარ წავიღებ იმას ხელში არასდროს, რა ვიცი, მე მჯერა ჩემი თავის ყოველთვის. რამდენი ხანი მჭირდება იმისათვის, რომ ჩემი ფილტვის ქსოვილი ნელ-ნელა გათავისუფლდეს თვით წმენდის და იმუნური სისტემის მხარდაჭერით და შეულებრივი ფიზიოლოგიური განახლების თვალსაზრისით, რომ დავიბრუნო ის, რაც მოწევამდე მქონდა. ბუნებრივი ასაკობრივი ცვლილებების გათვალისწინებით. სიგარეტის მოწევიდან 20 წუთში არტერიული წნევა უბრუნდება ნორმას. დაახლოებით 1 წლის შემდგომ სრულად ხდება, უფრო აი 8 თვის შემდეგ ნიკოტინისგან გათავისუფლება ორგანიზმის და უფრო ხა წლებით რო არ მივყვეთ 10 წლის შემდგომ კარდიოვასკულური დაავადებების რისკი იგივეა ყოფილ მწეველს, როგორც არამწეველის შემთხვევაში. 10 წელი ჭირდება ამას. თუმცა აქვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის დაანება ადამიანმა სიგარეტის მოწევას თავი. ხომ არ მოხდა მაშინ არც სპირომეტრიის განსაზღვრა, არც თუ იქ უკვე დაზიანდა ფილტვის ქსოვილი, განვითარდა ეს ჰაერის ხაფანგები, რაზეც ვისაუბრეთ, წავიდა შეუქცევა და დაზიანება ბრონხის სანათურის. სამწუხაროდ ამას აღდგენის უნარი არ გააჩნია. უბრალოდ ნეტავის გადავარჩინოთ. იქ შენარჩუნდება და მეტი, ასე ვთქვათ, დაზიანება აღარ მოხდება ამ ფილტვის ქსოვილის, უფრო მარტივად სამკურნალო იქნება, მაგრამ სრული აღდგენა შეიძლება არ მოხდეს. ამიტომ მე ხშირად ვამბობ და ასეც არის სტატისტიკურად, რომ 35 წლამდე, როდესაც ადამიანი ანებებს სიგარეტის მოწევას თავს, თუმცა გააჩნია მანამდე რა ინტენსივობა იყო, რეალურად სრული რეგენერაციის შესაძლებლობა კიდევ არის. მაგრამ შემდგომ ჩვენ სიგარეტის მოწევის შემცირებით ვამცირებთ მინიმუმამდე თითქმის ონკოლოგიის განვითარების რისკს და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ვაჩერებთ იმ დაზიანებულ პროცესს, რასაც იყო უკვე ფილტვში. ნებისმიერ სიტუაციაში თამარ დამეთანხმები, თამბაქოს ხელიდან გაშვება აბსოლუტურად 100%-ით არის ჩვენთვის სასიკეთო. მიუხედავად ხანდაზმულობისა, მწეველობის ისტორიისა, რაოდენობისა, ხარისხისა თუ თვისებისა. მთავარია გავანებოთ თავი ამ ოხერ მავნე დამღუპელ ჩვევას. მე სტუდენტი ვიყავი მაშინ, ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ, 90-იანი წლების ბოლო, როდესაც პირველად აღმოჩნდი
კარდიოქირურგიულ საოპერაციოში, სადაც მიმდინარეობდა შუნტირების ოპერაცია. მაშინ ღია მეთოდები ძალიან ეს ხდება თურქეთში. საქართველოში მაშინ მიმდინარეობდა ეს, მაგრამ მე არ მქონდა თვითობა და იქ სულიად შევთხოვით აღმოჩნდი. შევედი საოპერაციოში, თორაკოტომია გაკეთებული, გახსნილია გულმკერდის ღრუ, მიდის მუშაობა, იქ აღებულია დონორული ზონიდან ვენის სეგმენტი და ვიყურები ახლა გულმკერდის ღრუში ჩართულია ხელოვნური სიხსრემოქცევის აპარატი, ვენტილაცია, ასე შემდეგ. ფილტვის ქსოვილი ამ დროს არ არის ჩართული, იმიტომ რომ გამორთულია და რაღაცა შავს ვხედავ, შავს. დედას გეფიცები, აი ესეთი ფერის შავს ეს მიკროფონი რომ არის. ვეკითხები კარდიოქირურგი იყო იქ ყაზახეთიდან ის ბიჭი იურა მეთქი აი ეს რა არის მეთქი და მოგდა სიცილით შენო მე ვთქვა სტუდენტი ვარ ახლა მეც რომელი ხა ნახე იმ პერიოდში თან რა ესო მწეველის ფილტვიაო სიგარეტს ეწევიო ვეწეოდი მაშინ დედას გეფიცები აი მიდან რო გამოვედი ის სიგარეტი გაქრა იმიტომ რომ შემეშინდა. მართალია შიში 2-3 თვე გამყვა მაშინ და მე დაივიწყა ჩემმა ტვინმა სამწუხაროდ, მაგრამ ფილტვის ქსოველი, რომელსაც ყველას ბოლო-ბოლო ღორის, ქათმის დანახი გვაქვს, ხო ეს რა სტრუქტურა, ეს ღია ვარდისფერი, უნაზესი ქსოვილი. აი ესეთი ფერი იყო, გაჭვარტული, გამურული. ესო ვინმეს არ ვიცი, მე ამას გამოვფენდი. კი, კოლოფებზე ეს ახატა და მაგრამ არ ჩანს იქ ესე რა, როცა ამას ხედავ, მე. აქვე მინდა შემოგთავაზო წყალი მთის ახალი პროდუქტია Coca-Cola-ს. ეს არის მინერალიზებული წეღან რომ დაგისხი მიირთვი, მინერალიზებული, გაზირებული ბრომატის გარეშე ჯანმრთელი წყალი დალია და აი ისე მთის ძალით აქვე შენიშნება თვითამარ ჩვენ სპონსორებს წარმოადგენ შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახის სხეულისა და თმის მოვლის საშუალებები ქალბატონებისა და მამაკაცებისათვის პოდკასტის ეპიზოდები კი იწერება ძალიან კარგ კომფორტულ სივრცეში სახელად პოდკასტ პოინტი მადლობა თამარ გავაგზავნეთ გადავიდეთ ჩვენ ფილტრებისა და სასულის გზების არანაკლებ დამაზიანებელ ფაქტორებზე ეკოლოგიას ხო დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში მოდი თემა ზოგადად აწეულია მაღლა და ინტერესთა სფეროს წარმოადგენს მოსახლეობის თელ პლანეტაზე. ხა მე განვითარებადი ქვეყნები როგორც არის ხა აღარ ჩამოვთი ინდოეთი მაგალითად ხო ერთ-ერთი დაბინძური ნამყოფი ნანახი წარმოუდგენელია და კიდე სხვა ქვეყნები. ჩვენც არ ვართ მთლად სახარბიელო სიტუაციაში, იმიტომ რომ დაწყებული ავტომობილებიდან დამთავრებული თქვათ მშენებლობები და სხვადასხვა რაღაცა მექანიზმები აბინძურებენ ჩვენ ჰაერს, ხო? რა წვლილი მიუძღვის თამარ თქვენი დაკვირვებებიდან, საერთაშორისო კვლევებიდან ჰაერის დაბინძურებას ადამიანის პულმონოლოგიურ ანუ ფილტვის მიერი პათოლოგიების წარმოქმნასა, განვითარებაში თუ დაზიანებაში. ეხლა ეს ცოტა ხნის წინ რამოდენიმე თვის წინ ეს სმოგი რაც გქონდა თბილისში ეს ყველას გვახსოვს კი მე სპეციალურად პროგრამა მაქვს ჩაწერილი ტელეფონში როცა ვუყურებ ხოლმე რეალურად ამ დაბინძურების მაჩვენებლებს ქალაქში და განსაკუთრებით გელოვანი და ყაზბეგი მუდმივად ნარინჯის ფერშია აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ნაწილაკების ზომას როდესაც ამ მცირე ნაწილაკების ზომა 2.5 და კიდე უფრო მცირეა მიკრონი ეს ასე ვთქვათ, ცდება ფილტვის დამცველობით ბარიერს, გადადის უფრო, ასე ვთქვათ, ფილტვის ხვედაფენებში ხდება შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში, ამიტომ მარტო სასუნთქ სისტემას რეალურად ეს არ აზიანებს. ახლა განსაკუთრებით თბილისს რო შევხედავთ, პრაქტიკულად სამშენებლო პოლიგონზე ვცხოვრობთ, ამიტომ რეალურად ყველაზე მეტად ეს გამოხატული არის უკვე ისედაც იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებში. აქ ხდება ასთმით დაავადებულ პაციენტებს, მქოდით დაავადებულ პაციენტებს, სადაც ისედაც დაზიანებული არის სასუნთქის სისტემა, ამიტომ მათთვის ეს კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელია. ასეთი განსაკუთრებით, როდესაც მძიმედ გამოხატული არის ეს დაზიანება, მაშინვე აი იმ პერიოდშიც მომართვიანობა გაიზარდა, თქვათ, ასთმის გამწვავებების, ზოგადად აი სპაზმური ხველის გაიზარდა, ასევე მქოდის გამწვავებების. ანუ ამას ჩვენ სტატისტიკის გარეშე მომართვიანობითაც ხვდებით, ჰაერსაც რო არ შეხედო, რომ რაღაცა დაზიანდა. ამიტომ რეალურად ახლა სოფლის მაცხოვრებლებთან ახლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყოველთვის მაღალი მთა არ გულისხმობს იმას, რომ რაღაცა სუფთა ჰაერი ხა ბაკურიანს რო შევხედოთ, იქაც მშენებლობის კუთხით ისეთი სიტუაცია, რომ ვერ ვიტყვით, რომ მაინდა-მაინც სუფთა ჰაერს სუნთქავთ. ამიტომ რა თქმა უნდა, სადაც ტყეა ნაკლებად მშენებლობა, ნაკლები საწარმოო მტვერია და ქარხნები ნაკლებად არის, იქ ჰაერი ბევრად უფრო სუფთაა, მაგრამ ურბანულ ადგილებში, რა თქმა უნდა, სოფელია ეს თუ მაღალმთიანი თუ იქ ურბანული ადგილი, მშენებლობა მიდის, მტვერი არის, მანქანა მოძრაობს. კი, სოფელში ვარ, მაგრამ ეს დაბინძურება ნაკლები, მაგრამ მაინც არის, ხო? არის თუ არა
ზედაპირი კავშირი ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციასა და ქრონიკულ დაავადებებს განვითარებას შორის, რაც დღეს საქართველოში თქვენ როგორც უკვე ვების მაყურებელ ადამიანს გაქვთ ხელთ. ანუ თუ ჯერჯერობით მაინც ისეა რომ ორგანიზმი აბალანსებს თავისი და ესე მკვეთრად ეკოლოგიური სისტემა პრობლემა არის. მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობას. რამდენი ხანი გასტანს ეს ზემოქმედება, იმიტომ რომ ყოველთვის ახლა ესე არ არის. არის რაღაცა პერიოდები, მაგალითად, განსაკუთრებით წვიმის შემდგომი პერიოდები, ასევე უბნები, რომელიც თქვათ მეტნაკლებად უფრო დატვირთულია მძიმე ნაწილაკებით და უბნებით, სადაც ესე არ არის. ამიტომ თუ ადამიანის იმუნური სისტემა, თქვათ, ჯანსაღია, არ ეწევა, სამუშაო პირობები ნორმალური აქვს, მხოლოდ ეს გარემო ფაქტორები რაღაცა ძირეულ ცვლილებას ვერ გამოიწვევს. იმიტომ რომ ორგანიზმს აქვს ამისი უნარი, მაგრამ თუ არის ის მწეველი, გარემო საცხოვრებელი პირობებსაც გააჩნია როგორია, მუდმივად უწევს ესე დაბინძურებულ არეში ყოფნა და აქვს ამისი წინასწარგანწყობა, ბუნებრივია ეს პირდაპირ აისახება იმაში, რომ შესაძლოა განვითარდეს ესა თუ ის სასუნთქი სისტემის ან კარდიოვასკულური დაავადება. კარგი. შემდეგი კითხვა, რით დავიცვათ თავი? ცხოვრობთ ხო ამ ქალაქში? არ არის ადვილი ხა, წადი ხა და ეგერ იმაში რა ქვია, მაღალმთიან რაიონში, რაჭაში კარგად გემრიელ ვერ. რაც უნდა მოინდომო, ნუ შეიძლება 5%-მა კი არა, ერთმაც ვერ შეძლოს, ხო? როგორ დავიცვათ? ნიღბები, ავერიდოთ, რაღაცა ხშირად გავანიავოთ, სველი წმენდა ჩავატაროთ თუნდაც სახლში ან ავტომობილში. რა მექანიზმია, რაც ხა გვინახავს, რომ მაგალითად ჩინეთში ნიღბებით დადის, რა ვიცი, ჩვეულებრივად ყოველდღე ყველა, იმიტომ რომ დაბინძურების ხარისხია მაღალი. აი თქვენ რას გვირჩევთ? თუ დავანებოთ თავი და ზოგადად ჯანმრთელობას მივხედოთ რა. ფილტრების შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უხერხემლოებაზე, ოთახში განიავებ ხო ფილტრები. ის ამ მცირე ნაწილაკებს ვერ ნეიტრალებს, ამას ჭირდება სპეციალური HEPA ფილტრები, რომელიც არც ისე იაფი არის, ხო, რომ გქონდეს. იმ პაციენტებს, ვისაც და ადამიანებს, ვისაც ისედაც დაზიანებული აქვს, ან გულსისხლთა სისტემის პათოლოგია აქვს, ან სიმსივნური პროცესია, იმუნიტეტი დაქვეითებულია, სასუნთქი სისტემის დაავადებები აქვს, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც სმოგია და რაც იყო თბილისში რამოდენიმე თვის წინ, ჩვენ ვაძლევდით რეკომენდაციას, რომ ეტარებინათ პირბადე. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დილის 7-დან დილის 10 საათამდე პერიოდში, როდესაც ყველაზე მაღალი კონცენტრაციით არის ეს ჰაერში, ამ დროს დილის 7-დან 10-მდე ალერგენებიც ამ დროს ყველაზე დიდი კონცენტრაციით არის ჰაერში. ბურო გავდივარ სასეირნოდ, გონია სუფთა ჰაერზე ვარ. მაგ დროს ფიზიკური აქტივობა არ არის მთლად მისასალმებელი. თან ყაზბეგის ქუჩაზე შეეძნო ხოლმე. ხო, განსაკუთრებით. ყაზბეგი რაღაცნაირად არ ნიავდება, მიუხედავად მეც იქ ვცხოვრობ და მგონია რომ რაღაცა ისე რატო ანუ ესე მაგ დროს იშვებს მაგ დროს კი ჩამოდის ადამიანის ანუ სასუნთქი ნაწილის მიმდებარედ და ამიტომ ალერგენების კონცენტრაციაც ამ დროს არის მაღალი და შესაბამისად ფიზიკური ხა ფეხით სიარული თქვა თუ ჩქარა არ დავდივართ კიდე შეიძლება მაგრამ განსაკუთრებით სირბილი ამ დროს არ არის მისასალმებელი მაგრამ ეს იმ შემთხვევაში დავედით ესე იგი იმ შემთხვევაში როდესაც რეალურად ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში ვართ ხა ეს ხო ყოველდღე არ ხდება და ამიტომ უბრალოდ ყურადღებით ყოფნა საჭირო და დაკვირვება. ოკეი, მიღებულია. კარგი, საოჯახო ქიმიასთან დაკავშირებით. აი, დღეს უამრავი რამ იყიდება ნებისმიერ მარკეტში, ხო? მეტნაკლებად ცნობადი ბრენდები ჩვენ გვხიბლავს და მათ ვეტანებით. მაგრამ უამრავი პროდუქციაა წარმოდგენილი. როგორ უნდა მივხვდე? მე რომ აი, მაშინ სველ წერტილში ვიყენებ ამას. იქ მე ხან ქლორის სუნია, ხან რაღაც სპეციფიური სუნია. როგორ დავიცვა, წავიკითხო? თუ რესპექტაბელურ ბრენდებს ვენდო? რომელიც ავტომატურად ქვეყანაში უნდა შემოდიოდეს ამ დაცული ფილტრის გავლით, ხო? რაღაცა კონცენტრაციით ქლორის ან ანტისეპტიკების შემადგენლობა ყველა ანუ ქიმიურ საშუალებაშია. რეალურად ის მაშინ თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ამიტომ ისევ და ისევ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პრობლემური სასუნთქის სისტემა, სასურველი ან ისედაც თუნდაც პრობლემური არ ქონდეს, ხო? მაგალითად, განსაკუთრებით აბაზანაშსაც დახურულია ისედაც სივრცე, რა თქმა უნდა, სასურველია რომ პირბადე გამოიყენონ და ასე მოხდეს ამ თქვა ზედაპირების დასუფთავება. ან იყოს განიავებული, კარები იყოს ღია, რომ არ კონცენტრირდეს დიდი რაოდენობით. და ჯანსაღად იქნას გამოყენებული ეს პრეპარატები, რეკომენდებული. სასურველი ასევე არ გადაურიონ თვითონ ერთმანეთს ესა თუ ის ამას წინათ კითხულობთ. სხვადასხვა რომ თვითონ როცა თვითნებურად ურევენ ერთ და მეორე საშუალებას ერთმანეთს, ჩვენ ახლა მათი ზუსტი შემადგენლობა არ ვიცით, შედის რეაქციაში, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზიანოს სასუნთქი სისტემა. თამარ, მოდი ახლა გადავიდეთ ისევ დაუბრუნდეთ უბრალოდ პულმონოლოგიას, ხო, ფიზიატრიას, როგორც კიდე ისე აღნიშნოთ ეს სახელი, ფილტვებს მივხედოთ. რა არის ის მთავარი, რომლის დროსაც ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პულმონოლოგს? აი
სისხლიანი ნახველი, თუ თვეზე მეტი უწყვეტი ხველა, თუ რაღაცა მყეფავი ხასიათის ხველა, ანუ ყველაზე მთავარი რაც ვთქვათ ორი სიმპტომი გითხარი, რის გამოც ჩქარა წავედი პულმოლოგთან. ნუ პირველი რა თქმა უნდა თუ სისხლიანი ხველა ან შებოჭილობა ტკივილია გულმკერდის არეში ამ დროს რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ არა ვთქვათ თერაპიულ პროფილს ამ შემთხვევაში ვთქვათ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს, მაგრამ ზოგადად ყველაზე მთავარი რასაც ჩვენთან უგულებელ ყოფენ, ეს არის მწეველთა ხველა და ზოგადად ხველა, რომელიც გრძელდება 3 კვირა და უფრო მეტი. ეხლა ისეთი ტიპის ვირუსები იყო, რომ ამ ვირუსებმა ისედაც გამოიწვია გახანგრძლივებული კი ბატონო ხველა. 3-4 კვირა მერე კი შემეშინდა. შემეშინდა მე თქვი რამე სხვა, მე დავაკვირდი უბრალოდ და ალაგდა. კი, თუ თქვათ 3 კვირის შემდეგ ვატყობთ, რომ ინტენსივობა შემცირდა, კიდე შეიძლება რომ თქვათ 1 კვირა დაველოდოთ, მაგრამ თუ იგივე ინტენსივობით გრძელდება ხველა, ძალიან ბევრ პაციენტში პირველადად დიაგნოსტირება მოხდა, აი ასეთი ვირუსის შემდგომი დარჩენილი ხველის შემდეგ ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, სარკოიდოზის, სხვა აქსოვილოვანი პათოლოგიების ფილტვის, ამიტომ გახანგრძლივდა ხველა, აუცილებლად მივმართოთ ამ შემთხვევაში პულმონოლოგს. მით უმეტეს რა თქმა უნდა და ასევე სუნთქვის უკმარისობა. თუ შეგიმცირდათ ფიზიკური აქტივობა, ნუ დააბრალებთ. ხო, ამას რომ აი მე ისედაც არ ვიყავი ფიზიკურად აქტიური. იმიტომ რომ ეს არის პირველი ნიშანი და ამ დროს რომ დავიჭერთ ჩვენ ნებისმიერ პათოლოგიას ფილტვის, მკურნალობა გაცილებით უფრო მსუბუქია და უფრო ეფექტურია. მიღებულია. კარგი. კომპიუტერული ტომოგრაფია თუ რენტგენოგრაფია, ხო? რენტგენი ადრე ყოველთვის იყო არჩევის ნომერ პირველი საშუალება, იმიტომ რომ კვლევა იყო დიდი ხნის ისტორიული კვლევა და ძალიან ჩვეული და კარგად სხვათა შორის ინფორმატიული კვლევის საშუალება. როდის უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და როდის უნდა გაკეთდეს რენტგენოგრაფია, რომ რა არის ამისი, ვთქვათ, ჩვენება? ეს ხომ გამოსხივებაა, ამიტომ მას სჭირდება კვლევას ჩვენება, რომელიც უნდა განსაზღვროს სათანადო კომპეტენტურმა სპეციალისტმა. აი მე მოვედი და გამიკეთე რენტგენი, იმიტომ რომ მახველებდა 2 კვირა, მოსულა ეგეთი რამე? თუ თამარასთან წავედი და მერე გავიკეთე. რა თქმა უნდა, ისტორიას პაციენტის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ განსაზღვროთ, იმიტომ რომ ჩვენ როცა პაციენტს ვუსმენთ და რაღაც კვლევას ვნიშნავთ, რაღაცა დიაგნოზები გვაქვს მოაზრებული, რაზეც ვფიქრობთ. შესაბამისად, ამ მოაზრებული დიაგნოზებიდან გამომდინარე, ჩვენ წინასწარ ვიცით, ეს გამოჩნდება რენტგენზე თუ არ გამოჩნდება. ღირს თუ არა ამის გაკეთება. ღირს თუ არა, თქვათ კომპიუტერული ტომოგრაფიის თუ სპირომეტრია გავუკეთო, თუ გარეგანის უფლის რაღაცა ფუნქცია. ეხლა როდესაც პაციენტი მოდის გახანგრძლივებული ხველით, არის წეველი ბევრი წლის განმავლობაში. ხა ერთმნიშვნელოვნად, როდესაც 70 წლიდან ზემოთ მოდის პაციენტი, ეს არის სკრინინგული მიდგომა სიმსივნური დაავადებების სკრინინგის, როცა 70 პლუსით მწეվել პაციენტებში, ჩვენ ავტომატურად სასკრინინგოთაც ვაკეთებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, იმიტომ რომ სამწუხაროდ ის მცირე ზომის კვანძები, რომელიც შეიძლება სიმსივნური იყოს, რენტგენზე არ ჩანს. არის ფილტვის ქსოვილოვანი პათოლოგიები, რომელიც ასევე რენტგენზე არ ჩანს. ამიტომ მნიშვნელობა აქვს პაციენტის ისტორიას. მიდგომა, ეს არის ალარას კრიტერიუმი, ესეთი მიდგომა, რაც ნაკლები დასხივება, მით უკეთესი, მაგრამ ეს ახლა თუ პაციენტი მოვიდა უბრალოდ 1 კვირა მახველებს ვირუსი მქონდა, რა თქმა უნდა რენტგენს დავნიშნავთ, იმიტომ რომ იგივე ბრონხიტი და პნევმონია და ასე შემდეგ ეს რენტგენზეც კარგად ჩანს, მაგრამ ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე მოაზრებული გვაქვს გარკვეული დიაგნოზი და წინასწარ ვიცით პროტოკოლის მიხედვით რა კვლევა უნდა დანიშნოთ. აქ გამოგვადგება თუ არა რენტგენი. თქვენ შენ ახსენეთ ამას სკრინინგი. თქვენთან სკრინინგის შესაძლებლობები არის, ხო? ფილტვის კიბოს სკრინინგზე მაქვს საუბარი. თუ არის რაიმე სიახლე ამ მიმართულებით რა? ჩვენთან ესე ოფიციალურად მასიური სკრინინგი ჩვენს ქვეყანაში ხო? თუნდაც ადამიანის გადაწყვეტილებით კერძო ასე რა თქმა უნდა, ხა 70 წელს პლუსით ადამიანი, როდესაც მოდის და ვიცით, რომ მას აქვს ხანდაზმული მწეველობის ისტორია, ბუნებრივია ჩვენ მას ვუზიარებთ, რომ რა თქმა უნდა ის რაღაცა სიმპტომით მოვიდა უკვე ჩვენთან და როგორც წესი, თვითონ დარგის ცნობადობაც იმდენად დაბალია საქართველოში და არა მარტო რესპირაციული დაავადებების, ჩვენთან უკვე მოდის პაციენტი, რომელსაც მსუბუქი პრობლემა ნამდვილად არ აქვს და ხშირ შემთხვევაში სწორედ ტომოგრაფია გვჭირდება, მაგრამ სასკრინინგოთ თუ კი გაგვიმართლა და ესეთი პაციენტის შეხვედრა სასკრინინგოთ გჭირდება, რა თქმა უნდა, მას ურჩევთ. ახლა სამწუხაროდ არა მარტო საქართველოში, ხა გერმანია მაგალითად აპრილიდან იწყებს ფილტვის მასობრივი სკრინინგის პროგრამას. საფრანგეთში აუცილებელი პირობით, ხო? სადაც 70 პლუსით მწეվել პაციენტებში მასობრივად ჩატარდება კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა. სხვათა შორის უნგრეთში დაახლოებით 15 წლის წინ ჩატარდა პირველად და სკრინინგში ჩართული პაციენტებიდან 47%-ში აღმოჩნდა დაისვა სიმსივნის დიაგნოზი. 47%-ში? ძალიან დიდი
დასკრინული პაციენტების 47%-ში, რა თქმა უნდა, რისკის ჯგუფი იყო ის. უნგრეთში. 2020 წელს ჩატარებულ თუ 19 შეიძლება ერთი წელი მეშლება, უკვე 19-ში 27% იყო მხოლოდ. კი, იმიტომ რომ დიდი ნაწილი. მე აღარ ვეწევი, არ მაქვს სიმპტომები, ვარ 50 წლის ასაკში, არ მიჭირს სიარული გადაადგილება, ქოშინი არ მაქვს, ღამე კარგად ვძინავს, ყველა არ მაქვს, ჯვარი მეწეროს. რა კარგია ეს ყველაფერი, არ ვაფასებთ ხშირად. რაიმე უნდა წავიდე, მოდი ახლა წამოვარ თამარასთან, მაინც გამოვიკლევ. როცა არანაირი სიმპტომატიკა არ გაქვს, სიგარეტს არ ეწევი, დაღლილობას არ უჩივი, ფიზიკურ აქტივობაში თავისუფალი ადამიანი ხარ. აი მაგალითად, სხვა ორგანოთა სისტემებზე არის 40 წელი პლუსი კვლევა ეს, 50 წელი პლუსი კვლევა, თქვა პროსტატა, თქვა შემდეგ და 7 ნაწლავი და ასე შემდეგ. თუ არის პულმონოლოგიაში რაიმე 70 წლამდე რეკომენდებული კვლევა. თუ კი სიმპტომატიკა არ მაქვს არანაირი. სიმპტომატიკა არ მაქვს, ეს ყველაზე მარტივად შეიძლება თქვას ადამიანმა, რომ სიმპტომი არ აქვს, მაგრამ სუნთქვის უკმარისობას რაც შეეხება, ეს ხშირად ეპარებათ ხოლმე. კარგად აღნიშნე წერა. ჩემთვის ყველაზე მთავარი მიდგომა რაც არის, რომ როდესაც არის ბრონხიტი, როდესაც არის პნევმონია, აუცილებლად ამათი დიაგნოსტირება უნდა მოხდეს ისევ და ისევ რენტგენოლოგიური კვლევის მეშვეობით. იმიტომ რომ ამ დროს მაინც სკრინინგულად ხდება, არა მარტო სკრინინგულად, რეალურად დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ეს, მაგრამ ფილტვის სურათის შეფასებაც ხდება. მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა მიაქციონ ყურადღება ფიზიკური აქტივობის შესაძლებლობას. მარტივი 100 მეტრის გარბენა შეძლებს 50 წლის ადამიანი ისე, რომ ქოშინი არ დაეწყოს. კიბეზე ერთ საფეხურს აი ხო, არის ნორმატივები, რომელიც თქვენ უნდა დასვათ. ანუ თუ ეს არ არის გამოხატული, მაშინ კი ბატონო, ხა ასე რუტინულად სპირომეტრიის გაკეთება ბუნებრივია საჭირო არ არის, მაგრამ თავი არ გამოგვეპაროს სუნთქვის უკმარისობა და არ დავხუჭოთ თვალი ამ სიმპტომებზე. პრინციპში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი, სადაც შენ მოღვაწეობ და მუშაობ, დიდი გუნდი ხართ იქ, ხო? იქ გარდა იმისა, რომ მე მარტო ყველა მაწუხებს, მილიონ რამეზე ადამიანთან პარალელურ რეჟიმში თქვენ სწორ მიმართულებას აძლევთ, იმიტომ რომ ეს ძალიან ახლოს სფეროა, ხო? იგივე ბრონქული ასთმიდან დაწყებული, სხვა ალერგი მილიონი რამეა რა. ძალიან კაი გუნდი ხარ და კიდევ ერთხელ თქვენ წარმატებები. მოდი აქვე შევახსენეთ მაყურებელს, რომ ჩვენი სპონსორი არის Coca-Cola Bottles Georgia, Coca-Cola, რომელმაც ჩამოასხა კარგი მინერალური წყალი, თან გაზირებული, თან ბრომატის გარეშე, ამიტომ წყალი მთის მირთვით და იქნებით ჯანმრთელები და სრულყოფილად იცხოვრებთ. აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ პოდკასტის სპონსორია აჰავა მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული სახისა და სხეულის ასევე თვის მოვლის საშუალებები. აჰავა საკუთარ პროდუქციაზე სთავაზობს როგორც ხალბატონებს, ასევე მამაკაცებს და ეს პროდუქცია რეკომენდებული და დერმატოლოგების მიერ. თამარ, გავაგრძელოთ საუბარი. მოდი ვისაუბროთ პროფესიულ დაავადებებზე, როგორც არის ფილტვის დაზიანების კუთხით მიმდინარე პროფესიულ დაავადებები. აი ეს ადრე იყო მეშახტეები, თქვათ, ვინც იქ მუშაობდნენ, ხო? ან თქვათ რაღაცა ქიმიურ წარმოებებში ჩვენთან სამწუხაროდ წარმოებები დიდად აღარ არის ესეთი რაღაცა მასშტაბური რაღაც პატარ-პატარა მაგრამ რომელ სფეროს გამოყოფთით თქვენ მათ შორის თუნდაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეები ვინც შედარებით ყურადღებით და დაკვირვებული უნდა იყოს იმ სამუშაო სივრცეში მოღვაწეობისას სადაც მუშაობს დავიწყებ იმითი, რომ ხშირად რატომღაც ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ მაინდა-მაინც თქვათ რაღაცა მძიმე მეტალებთან უნდა იყოს შეხება, რომ ფილტვი დაზიანდეს. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის პროფესიული დაავადება, პროფესიონალი მზარეულების და მცხოველების. ტემპერატურის ამბავში? ორთქლი, რომელიც საკვების მზადებისგან წარმოიქმნება, ისეთივე დამაზიანებელი არის ფილტვისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა, თქვათ, ხეტყის წვისგან წარმოქმნილი კვამლი, ქვანახშირის მაღაროებში მუშაობა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ბევრი პროფესიული ფაქტორია ისეთი, რომელსაც შეიძლება ხა ორთქლია და რა მოუვა ფილტვს. ამ დროს იგივე მცხოველების შემთხვევაში ზღუმელიდან წამოსული ცხელი ჰაერიც მაღალი ტემპერატურის ძალიან აზიანებს ფილტვს. რა თქმა უნდა, მაღაროებში მომუშავე და სხვა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის პროფკავშირები, აი მაღაროში მომუშავეთა პროფკავშირების ძალიან დიდი წვლილია იმაში, რაც გვაქვს ჩვენ თანამედროვე სტანდარტი სპირომეტრიის. იმიტომ რომ იქ მუშაობის დაწყებამდე და ერთხელ მუდმივად კეთდება სპირომეტრია. ასევე ეს არის სამშენებლო პროცესში ჩართული ადამიანები. ეს იქნება თვითონ კორპუსის მშენებლობა, რემონტი თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩემთან მოსული პაციენტების უმრავლესობა მეუბნება, რომ ნიღაბს არ ხმარობს. და ეს არის უშუალოდ მათთვის დამახასიათებელი დაავადებები, რომელიც არც ისე ხშირია, მაგრამ
ამ დიაგნოზის არც ისე დასმის იშვიათი. შემთხვევაში ძალიან რთულად სამკურნალოა. ძვირადღირებული ანუ ქოდზე, ქორიკულობის დაავადებაზე საუბარი. საუბარი? არ არის საუბარი, აქ არის თქვა ჰიპერსენსიტიურ პნევმონიტზე, აა, ინტერსტიციულ დამატებით ამბებია უკვე უკვე. ქსოვილოვან აა, დაავადებებზე, დაზიანებები. რომელიც ამ დროს ვითარდება. ასევე ეს არის ფერმაში მომუშავე ადამიანები, რატომ? მეფრინველეობაში მომუშავე, სწორედ აი თმა და ბუნტვი და აქედან წარმოქმნილი ეს ტვერი. ნაერთები აზიანებს ეს თქვათ ფილტვს, ასევე ეს არის სათბურებში მომუშავე ადამიანები, იმიტომ რომ იქა ჩხამქიმიკატებით შეწამლა ხდება ასე მუდმივად შემდეგ. აუქრაბადი. ეს ფილტვებზე ხდება გზის მშენებლობაზე მომუშავე ადამიანები. ხო, სხვადასხვა კი ნივთიერებები. ბატონო, ამიტომ როდესაც სხვათა შორის ასევე რამოდენიმე პაციენტის შემთხვევით, ამიტომ ამას გავუსვამ ხაზს მობილურების შეკეთებაზე, ვინც მუშაობს. შედუღების პროცესის დროს წარმოიქმნება სპეციალური, ასე ვთქვათ, ორთქლი, რომელიც კიდევ ეს რაც არ არის ჩვენთან. ოქროზე, ვერცხლზე, ტიხრულ მინანქარზე მომუშავე ადამიანები, მათთვის ფილტვი არის პირველი ბარიერი, რაც ზიანდება, რაც მერე დანარჩენ სასუნთქ სისტემაზე გადადის. ამიტომ ხშირად მომიძებნია ხოლმე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საიტებზე რა უნდა იყიდონ და გაიკეთონ, მაგრამ ელემენტარული, რაც ყველა აფთიაქში იყიდება KN95-ები მაინც რო ცოტა სპეციფიური ნიღბებია ეს. ნიღბები, მათ შორის ბენზინგასამართზე მომუშავე ადამიანები. მათთვისაც ეს არის შედარებით მაინც იცავს, ხო? რა თქმა უნდა. იმას ჯობია ყოველ შემთხვევაში, რომ ნიღბის გარეშე იარო. თამარ, ის ნიღაბი, რასაც ჩვენ ჩვეულ პრაქტიკაში ვიყენებთ ხოლმე მარტივი, ის აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამასთან დაცვის ფუნქციას არ ატარებს მეტიც. ის შეიძლება თვითონვე იქნას დაბინძურებული და მისმა განმეორებითმა გამოყენებამ უარეს შედეგი და აი მოვიტანა. დავამატებ ამ პაციენტების შემთხვევაში უკვე რუტინული არის სპირომეტრიული კვლევა. აქვთ თუ არა მათ, თქვათ, სიმპტომი გამოხატული. გასაგებია, თუ პროფესიული თემა არის. პროფესიულად მაშინ მისთვის აუცილებელია ამ ტიპის კვლევები. არსებობს თუ არა, მადლობა, ძალიან ფართე და ამომწურავი პასუხი იყო. არსებობს თუ არა გარკვეული სუნთქვითი ვარჯიშები ან რაიმე მეთოდები, რომელიც ჩვენ სასუნთქის სისტემის ჯანმრთელობას გამოადგება. თქვათ, რა ვიცი, ეხლა ხელფეხი ვიქნიო და მაჩასუნთქები ვაკეთო, თუ ჩავისუნთქო და მერე ნელა ამოვისუნთქო. რაიმე რეკომენდაცია ხო არ არის? თუ ეს უბრალოდ სიმპტომურია და ყველა ადამიანმა შეიძლება თავისთვის მოირგოს რაიმე გამოჯანსაღებელი მიმართულება. სპეციალურად ფილტვის რეაბილიტაციის კურსში შედის ვარჯიშები, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოს პაციენტმა ამა თუ იმ ფილტვის პათოლოგიის დროს. ესე ბუშტების ბერვა და კოვიდის დროს იყო. ბულბულატორების ხო ესენი. ძალიან აქტუალური ცურვა, ოღონდ პროფესიული ცურვა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სწორი სუნთქვა მოხდეს, რაც ფილტვისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ბუშტების გაბერვასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ხდება ფილტვში. იმიტომ რომ თუ იქ არის, ასე ვთქვათ, დიდი ბულები, ესე ვთქვათ, ჰაერის ხაფანგები, შეიძლება ის გახეთქოს, ამიტომ უნდა იყოს შეფასებული ჯერ ფილტვი, რომ მე მივცეთ ჩვენ რეკომენდაცია, როგორი ტიპის სავარჯიშოები გააკეთოს. მიღებულია. თანამედროვე მედიცინა რას გვეუბნებათ ფილტვის ქსოვილის რეგენერაციის შესაძლებლობებზე? არის თუ არა საშუალებები, რომელიც შეიძლება დავახმარო, მე ვთქვათ, დავანებე სიგარეტს თავი, მოწევას თავი დავანებე, ჯანსაღ ცხოვრებაზე გადავერთე, გავიარე 6 თვე რომ დავწმუნდი, რომ მე მართლა მინდა ვიცხოვრო ჯანსაღად. ხომ არ არის დანამატები, რაიმე მედიკამენტები, რაც შეიძლება ვთქვათ, ოღონდ მტკიცებით მედიცინაზე დაყრდნობით და არა რაღაც ეფემერულად. მიუცე ადამიანს რეკომენდაცია, თქვა თქვენ ეს მიიღეთ ან ეს პრეპარატი მიიღეთ, რომ რაღაცა კიდე ხელი შეუწყო დამატებით აი ამ ფილტვის ქსოვილის გამოცოცხლებას. დადასტურებული ესეთი მედიკამენტი, რომელსაც ბევრი კვლევა უმაგრებს ზურგს და ვიცით, რომ ნამდვილად ამაში დაეხმარება, სამწუხაროდ ეს არ არსებობს. თუმცა ფიზიკური აქტივობა არის ის მედიკამენტი, რომელშიც პაციენტი ფულს არ იხდის და მე ასევე ვუნდები ყოველთვის ჩემს პაციენტებს, უფასო მედიკამენტია და რეალურად აი გერმანელებს ჰქონდათ ფქოდით დაავადებულ პაციენტებში ეს კვლევა. პაციენტი, რომელიც სახლიდან ვერ გამოდიოდა, 3 თვის თავზე გადიოდა 4 კილომეტრს ფეხით და მისი სპირომეტრიული მონაცემები გაუმჯობეს. ანუ მარტო სუბიექტურად კი არ იგრძნო. ვარჯიშის შედეგად. უბრალოდ სიარულის შედეგად. ამიტომ საოცრება. ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ზომიერი, რა თქმა უნდა და ამარა ექიმის რჩევები, ფიზიკური აქტივობა, ზომიერი და გააზრებული, გაცნობიერებული, რისთვის ვაკეთებ ამას და დაკვირვება საკუთარ თავზე. რა რჩევას მიცემ იმისათვის ადამიანს, რომ ფილტვის ჯანსაღად შეინარჩუნოს?
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ უნდა გაეკარონ არანაირი ტიპის მოსაწევ საშუალებას. თუ მათ აქვთ სამწუხაროდ სამსახურს ესე მარტივად ჩვენ ვერ შევიცვლით, უნდა, რა თქმა უნდა, გააცნობიერონ ეს და შეიძინონ ის ნიღბები, რომელიც მათ დაიცავს, მათ ფილტვის ქსოვილს დაიცავს დაზიანებისგან. სპეციფიური ნიღბები, რომელსაც აფთიაქ ოქსელში უნდა და მნიშვნელოვანი ასევე, რომ თუ პროფესიულად ხართ ისეთ ადგილას, რომელიც თქვენ ფილტვს აზიანებს, წელიწადში ერთხელ მაინც გაკეთდეს სპირომეტრია, რომ არ გამოგვეპაროს ფილტვის დაზიანება, რომელიც ზოგ შემთხვევაში გარდაუვალია, გააჩნია იმას თქვათ რა ტიპის შემხებლობა გვაქვს და არც ერთ შემთხვევაში არ ვუგულებელყოთ ხველა, არ დავარქვათ მას მწეველთა ხველა, მე მწეველი ვარ და ვახველებ, კი ბატონო, იმიტომ ახველებთ რომ ეწევით, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ხველა, ეს არის პირველი ნიშანი ქრონიკული პათოლოგიის, რომელიც კონკრეტულ პაციენტს აქვს. კი ბატონო. კარგი, ესეთი რუბრიკა გვაქვს მითები და რეალობა. უცებ ჩავყვეთ და ბევრ დროს აღარ წაგართვებ და მაყურებელსაც მივცეთ პატარა რჩევები ამ მითები რეალობის საშუალებით. ნახე, ელექტროსიგარეტი ეხმარება ადამიანს თამბაქოსთვის თავის დანებებაში. მითია თუ რეალობა? მითია. კი ბატონო, თუ ადამიანი 20 წელი ეწევა, თავის დანებების აზრი აღარ აქვს, თავის დანებებას აზრი აღარ აქვს, რადგან ფილტვები უკვე დაზიანებულია. მითია, ამას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს. ფილტვების ანთება ყოველთვის მაღალი სიცხით მიმდინარეობს. მითია, რა თქმა უნდა. მითია. კარგი. მოწევა მხოლოდ ფილტვის კიბოს იწვევს და სხვა ორგანოებზე არ მოქმედებს. აზიანებს მნიშვნელოვნად გურსის წარღვთა სისტემას. პირის ღრუს და 1000 ოხრობა კიდე, ხო? მთის ჰაერი ფილტვის ნებისმიერი დაავადების სამკურნალოა. ყველა დაავადებაზე ეს არ არის, კონკრეტული დაავადების მიხედვით უნდა შეირჩეს. კარგი, ანუ ისე რომ მე მახველებს ყველა შემთხვევაში გავიქეცებ თაში და კარგად ვარ, ეს თემა არ არის. კარგი, ინჰალატორები იწვევენ შეჩვევას და მათი გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება. სამკურნალო. ეს მითია და თქვენ ისნებართვით ორი სიტყვით ვიტყვი აქ. ინჰალატორი, როდესაც ენიშნება პაციენტს და დიაგნოზი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეს არის მთელი ცხოვრება ეს დიაგნოზი თქვენთან, ამიტომ ინჰალატორის გარეშე თქვენ ფიზიკურად ვერ ან პაციენტი ვერ კავშირში შეჩევასთან არ არის. მადლობა განმარტებისთვის. მსუბუქი ლაითი, როგორც ამბობდნენ ხოლმე, სიგარეტი ნაკლებად მავნებელია ვიდრე ჩვეულებრივი. მითია. რა თქმა უნდა მითია. 100%-ით მითია ეს. ფილტვების გასასუფთავებლად საუკეთესო საშუალება რძის მიღებაა. ეს იმწამს თუ რაღაცა რადიაცია, ინტოქსიკაცია მოხდა მაგისთვის, თორე ისე არა. ზე შებერილობას დამატებით დათვის ქონი და ასე შემდეგ არა. ხალხური მედიცინა უძლური აქვს. სამწუხაროდ. თუ რენტგენოგრამაზე ცვლილება არ ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ფილტვები იდეალურ მდგომარეობაშია. არა. ყოველთვის არ არის რეალობა. ამიტომ აქაც არის საჭირო მოსმენა, დაკვირვება, ექიმთან მისვლა, ამ ყოველთვის გამოცდილების საკუთარის და დაკვირვების გაზიარება, რომ სწორ მიმართულებაზე დავდგეთ, ხო? ფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა. მე კმაყოფილი ვარ თამარ შენთან საუბრით. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, ამბობთ პირიქით თქვენ მადლობა. დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი იყო ალერგიისა და იმუნოლოგიის ძალიან კარგი ცენტრის და ჩემი კოლეგებს მოკითხვა ყველას, ცენტრის ფტიზიატრ პულმონოლოგი თამარ არღანაშვილი. თამარ, უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ მაყურებელს, ვინც ჩვენს არხს იწონებს და გვიყურებს. წარმატებები დროებით. ასევე. დაიხარჯა შეივსე წყალი მთის. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის.